არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია ბოლო კონსულტაციებს მართავს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდზე. ჯერ ისევ უცნობი რჩება, ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილებს. ამ დრომდე დაუსახელებელ მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მხოლოდ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია. დასახელდა რამდენიმე გვარიც. ქართულ ოცნებაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კონსულტაციები ფინანსური უწყებების ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებით უცხოეთში მოღვაწე ქართველებთან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ახალი მინისტრთა კაბინეტის 13 წევრი დაასახელა, ახლა უკვე საზოგადოების ინტერესი ახალი მთავრობის 6 სავარაუდო კანდიდატზეა. როგორი იქნება ახალი მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ვისთან მართავს კონსულტაციებს პრემიერობის კანდიდატი ივანიშვილი, ამაზე არც თავად კოალიციის ლიდერი და არც გუნდის სხვა წევრები საუბრობენ. ინფორმაციები სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით მხოლოდ მედიაში ვრცელდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური მიმართულება უცხოეთში მოღვაწე ქართველებს ჩააბაროს. ქართული მედიის მტკიცებით მოლაპარაკებებს კოალიცია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ირაკლი მანაგაძესთან აწარმოებს, რომელიც ამჟამად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქმიანობს. მანაგაძე ასევე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზეც განიხილება. ჩვენ მას დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდით, თუმცა მანაგაძე მის სავარაუდო მინისტრობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამ ეტაპზე მე როგორც ევრობანკის თანამშრომელი კომენტარის გაკეთებას ვერ შევძლებ. კიდევ ერთი მინისტრობის კანდიდატი, ვიზეც ქართული მედია საუბრობს, კობა გვენეტაძეა. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობს, თუმცა მანამდე საქართველოში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. სავარაუდოდ ქართული ოცნება გვენეტაძეს ფინანსთა მინისტრის პორტფელს ჩააბარებს. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქართულ ოცნებაში, თუმცა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან მოლაპარაკებები უკვე ოფიციალურად დაადასტურეს. საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე არის ძალიან წარმატებული უცხოეთში და რამდენიმე მათგანის კანდიდატურა მართლაც განიხილება იმ დარჩენილ 6 პოსტზე, რომელიც არ გამოუცხადებია ბატონ ბიძინა ივანიშვილს გუშინ, როდესაც გამოაცხადა მთავრობის შემადგენლობა, სავარაუდო შემადგენლობა. გარემოს დაცვის მინისტრი არ აღყავს, ფინანსთა მინისტრი არ აღყავს დღესდღეობით, განათლების და მეცნიერების მინისტრი არ აღყავს, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არ აღყავს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი არ აღყავს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა განახილების და ტოლვითა მინისტრი არ აღყავს. ვაკანტური ადგილები გვაქვს და დაგვეხმარეთ. ჯერ არ დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა დახმარება ჟურნალისტებს და საზოგადოებას თხოვა. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება უკვე დასახელებული და ასევე დაუსახელებელი, თუმცა საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატები.